მაშასე, მოსკოვი დღეს 17 მაისს ბოლოს და ბოლოს დაელოდა იმ ამბავს, რომელსაც ვლადიმირ პუტინი ყველა რუსს ჰპირდებოდა. 17 მაისის ღამეს მოსკოვში მართლაც საკმაოდ ხმაურიანი იყო. იყო აფეთქებები, ხანძრები, რა თქმა უნდა, უპილოტოების ჩამოგდებაც. და იუწყებიან, რომ უკრაინულმა უპილოტოებმა ომის განმავლობაში ყველაზე მასშტაბური დარტყმა მიაყენეს მოსკოვსა და მოსკოვის ოლქს. იუწყებიან, რომ სამიზნე გახდა ტექნოპარკი ელმა ზელენოგრადში. ეს არის ელექტრონული და ოპტიკური მრეწველობის საწარმო. სოლნეჩნოგორსკის ნავთობჩამთვირთნავის სადგური, დურეიკინოს სოფელში. ეს არის ნავთობპროდუქტების შენახვისა და გადატვირთვის მსხვილი ობიექტი, რომლის გარეშე ფაქტობრივად მოსკოვის ნაწილი შეიძლება ბენზინის გარეშე დარჩეს. და აეროპორტი შერემეტიო. კერძოდ ფოტოზე აღბეჭდილია ხანძარი მესამე ასაფრენ-დასაფრენი ზოლის რაიონში. გარდა ამისა არის კიდევ გარკვეული დარტყმებიც, მაგალითად მკებე, რადუგაზე, დუბნაში. მაგრამ ეს ჯერ კიდევ არ არის სრული სია იმისა, რაც დღეს თავდასხმის ქვეშ აღმოჩნდა. და ეს თავდასხმა ძალიან დამახასიათებელია, რადგან შევახსენებთ, რომ ზუსტად ერთი კვირის წინ, 9 მაისის აღლუმისთვის, ვლადიმირ პუტინმა მოსკოვში მიიყვანა ყველაფერი, რაც შეიძლებოდა საჰაერო და სარაკეტო თავდაცვის თვალსაზრისით. მოსკოვი დღეს ყველაზე დაცული რუსული ქალაქია, მაგრამ აღმოჩნდა, რომ უკრაინული უპილოტოები ახერხებენ ამ საჰაერო თავდაცვის გარბოვასაც კი, რაც ნიშნავს, რომ ან უკრაინული უპილოტოები უკვე იმდენად კარგია, ან რუსული საჰაერო თავდაცვა იმდენად ცუდია. მოკლედ, მოდით ამ გამოშვებაში ერთად განვიხილოთ ეს თავდასხმა მოსკოვზე. მაშინვე აღნიშნავ, რომ ეს სწორედ ის პასუხია უკრაინისგან იმ თავდასხმაზე, რომელიც დაუბანებულმა რუსებმა კიევზე განახორციელეს. 13-დან 14 მაისის ღამეს, როდესაც სამწუხაროდ 20-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა რუსეთის რაკეტის მოხვედრის შედეგად. გვია ალექსეი პეჩი. მოდით ერთად განვიხილოთ ეს თემა, მაგრამ სანამ დავიწყეთ, გთხოვთ მოიწონოთ ეს გამოშვება და დაწეროთ ნებისმიერი კომენტარი ამ ვიდეოს ქვეშ, რათა რაც შეიძლება მეტმა მაყურებელმა ნახოს ეს გამოშვება. და ასევე გამოიწერეთ ჩემი Telegram არხი Pechi News. Пули მასზე მოცემულია ამ ვიდეოს აღწერაში. Вон. Ага. Дымит, блять. Сбили, походу. Ебать. Iliad. Eibal. ეს ხინკალია ბიჭებო, თუ გულწრფელად ვიტყვი. ეხლა სადღაც ნიკიტა აგდებს. ამხანაგო ეს ხინკალია ჯანდაბა, ეს უბრალოდ რაღაც უბედურება. Короче, сначала сюда один дрон улетел, потом второй улетел. Вот так вот, по фасаде. Ну, вроде все живы целы, ну, владельцам тачки не повезло. ჩამოაგდეს. ფოტო. ჩამოაგდეს. ფოტო. ფოტო. ფოტოს მიხედვით ჩამოაგდეს. მაშასე დავიწყებ იმით, რომ დღეს უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ დაადასტურა დარტყმები მოსკოვსა და მოსკოვის ოლქში მდებარე რამდენიმე ობიექტზე, მათ შორის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე, ნავთობაზაზე და მიკროელექტრონიკის საწარმოზე. სამინისტროში განაცხადეს, რომ მოსკოვმა და ოლქმა სრულმასშტაბიანი ომის განმავლობაში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური თავდასხმა გადაიტანეს. და უკრაინის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ ომი ბრუნდება იქ, საიდანაც მოვიდა. სამინისტროს მონაცემებით უკრაინის თავდაცვის ძალებმა პირველად დააზიანეს მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა, სოლნეჩნოგორსკის ნავთობაზა, ასევე რამდენიმე საწარმო, რომლებიც მიკროელექტრონიკის წარმოებასთან არიან დაკავშირებული. შემდეგ მოყავთ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ციტატა. ადრე ეს ობიექტები დაცული იყო უზარმაზარი რაოდენობის საჰაერო თავდაცვის საშუალებებით, მაგრამ მოხდა რაღაც უცნაური. ღმერთო, დავომბე რუსეთი. ამის შესახებ დაწერა უკრაინის თავდაცვის სამინისტრო. ეხლა კი მოდით გავარკვიოთ, რა იწოდა, სად მოხდა.
რადგან სოციალურ ქსელებში უკვე უამრავი ვიდეო, სადაც რუსები, მოსკოველები უბრალოდ ტირიან და ვერ ხვდებიან რა ხდება. ამბობენ, ой, რაღაც მოფრინავს, ой, რაღაც ფეთქდება. რა ხდება ამ ხანაგებო? აი ამ ხანაგზე დღეს მთელი დილა ვიცინოდი. ვიფიქრე, ეს რაღაცა ანეკდოტებია მეთქი. აღმოჩნდა, რომ რუსები დღემდე მართლა ასე ლაპარაკობენ. ამხანაგებო, რა ხდება ამხანაგებო? საერთოდ 17 მაისის ღამეს უკრაინულმა უპილოტოებმა ომის განმავლობაში ყველაზე მასშტაბური დარტყმა მიაყენეს მოსკოვსა და მის ოლქს. ოსინტ ანალიზის მიხედვით სამიზნეები ნამდვილად გახდა ელმას ტექნოპარკი ზელენოგრადში. ეს არის ელექტრონული და ოპტიკური მრეწველობის საწარმო. ისინი, რომლებიც მუშაობენ თავდაცვით სამრეწველო კომპლექსისთვის. სოლნეჩნოგორსკის ნავთობგადამტვირთვავის სადგური, დურაიკინოს სოფელში. ეს არის ნავთობპროდუქტების შენახვისა და გადატვირთვის მსხვილი ობიექტი. დაზიანდა თვით შერემეტიევოს აეროპორტიც, რადგან ფოტოებზე ჩანს ხანძარი მესამე ასაფრენ-დასაფრენი ზოლის რაიონში. ეხლა კი ზუსტად ცნობილია, რომ ცეცხლი გაჩნდა სწორედ იმ ნავთობგადამტვირთვ სადგურზე და ტექნოპარკში. გარდა ამისა, დარტყმა მოხდა მკბოტოლ რადუგას დუბნაში. ეს არის ფრთოსანი რაკეტების შემქმნელი. და მოსკოვის მერის სერგეი სობიანინის ინფორმაციით, ასევე განხორციელდა თავდასხმა მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე კაპოტნეში. შერემეტიევოში ონლაინ ტაბლოს მონაცემებით გაუქმებულია ან დაგვიანებულია 200-ზე მეტი რეისი. და აეროფლოტმა განაცხადა, რომ ნაწილი შემომავალი თვითმფრინავებისა გადამისამართა სარეზერვო აეროდრომებზე. ნუკოოშიც თითქმის 100 რეისი გადაიდო ან გაუქმდა. და აი მოგვაწოდეს ინფორმაცია, შერემეტიევოს სამსახურმა განაცხადა, რომ უპილოტო აპარატების ნამსხვრევები უსაფრთხო მანძილზე ჩამოვარდა სამგზავრო ზონებისგან. დაშავებულები არ არიან. და ინტერნეტში უკვე ვრცელდება მემები იმასთან დაკავშირებით, რომ უკრაინულ უპილოტოებს ნამსხვრევი ქვია. იმიტომ რომ რუსებს მთელი ომის განმავლობაში მხოლოდ ნამსხვრევები უვარდებათ. მაგრამ ასე ჩანს, რომ უპილოტოები ან რაკეტები პირდაპირ მიზანში ჩავარდნენ. მოსკოვში დაფიქსირდა მოხვედრები საცხოვრებელ სახლებში, მათ შორის მიხაილოვას ქუჩაზე. ზელენოგრადში ძლიერ დაზიანდა მრავალსართულიანი შენობის ფასადი. უკვე არსებობს ვიდეოები, სადაც იქ რუსები ჩივიან. ой, აივანი ჩამოვარდა. აფეთქებების შესახებ სოციალურ ქსელებში ასევე განაცხადეს ხიმკის, ლობნისა და ნარაფომინსკის ცხოვრებლებმა. გარდა ამისა, რაც სასაცილოა, კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ 9 მაისამდე ვლადიმერ პუტინმა მოსკოვში ყველა შესაძლო საერო თავდაცვის ძალა მოიყვანა. იქ გათიშეს მობილური ინტერნეტი, გათიშეს მობილური კავშირი და საერთოდ უსაფრთხოების ზომები უმაღლეს დონეზე იყო. მაგრამ დღეს მოსკოვის ცხოვრებლები რატომღაც ჩივიან, რომ დარტყმის დროს გაფრთხილების სისტემა უბრალოდ არ არსებობდა. ხიმკის, მიტიშის, ზელენოგრადისა და ლობნის ჩატებში ერთის შემდეგ მეორე ჩნდებოდა შეტყობინებები მოქალაქეებისგან, რომლებიც უკვირდათ, რატომ არ ჩაირთო სირენები და რაც ყველაზე სასაცილოა, რატომ არ მოვიდა SMS გაფრთხილება უპილოტოების მოახლოების შესახებ. იმიტომ რომ თქვენ მობილური კავშირი გადითიშეს. პუტინს თითქოს სულ არ აინტერესებს თქვენი საცოდავი, რაღაც უსარგებლო ქალები. ვინ ხართ თქვენ, მოსკოველებო? თქვენ იქ რა, უცებ გადაწყვეტეთ რამეზე იჩივლოთ, სწრაფად დაიმალეთ და ხმა არ ამოეღოთ. ბევრმა ასევე იჩივლა, რომ თავდასხმის დროს ვერ დაუკავშირდა გადაუდებელ სამსახურებს ნომერზე 112, რადგან ხაზი მუდმივად დაკავებული იყო. არა, უბრალოდ თქვენ მობილური კავშირი არ გაქვთ. და ამას გარდა მოსკოვის ოლქის გუბერნატორმა ანდრეი ვორობიოვმა განაცხადა, რომ საერო თავდაცვის ძალებმა თავდასხმის მოგერიება ღამის 3 საათიდან დაიწყეს. მისი ინფორმაციით რეგიონში სულ მცირე 3 ადამიანი დაიღუპა. დაზარალდნენ. დაზიანდა საცხოვრებელი სახლები ხინკებში, კრასნოგორსკში, დედოვსკში და სხვა დასახლებულ პუნქტებში. ასევე კერძო სახლები ნარაფომინსკის ოლქში და სერგიევ პოსადში, სადაც ოლქის ხელმძღვანელის თქმით 4 სახლი დაინგრა. ამასთან დაკავშირებით უკრაინის უპილოტო სისტემების ძალების სარდალმა რობერტ ბროუდიმადიერმა თავის ტელეგრამ არხზე გამოაქვეყნა ფოტო დრონებისა, რომლებიც სავარაუდოდ შეტევაში იყო გამოყენებული. ერთ-ერთ მათგანზე წერია მოსკოვი. შემდეგ ბროუდი წერს: შანსები გათანაბრდა. გაუქმდა ერთხვრივი აბონემენტი მშვიდ ცხოვრებაზე პატრიკებზე და მის მიმდებარე ტერიტორიებზე. აი ეს. რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა 546 უპილოტო აპარატის განადგურების შესახებ. 14 რეგიონზე, მათ შორის ბელგოროდის, კალუბის, კურსკის, ბრიანსკის, ვორონეჟის, ტულის, სმოლენსკის, ლიპეცკის, ტვერის, როსტოვის ოლქებზე, კრასნოდარის მხარეზე, მოსკოვის რეგიონზე და მოპარული ოკუპირებული უკრაინულ კირიმზე. საერთოდ მოსკოვი ძლიერი თავდასხმის ქვეშაა. კიდევ ერთხელ ხას უსვამ,
ის ფაქტი, რომ უპილოტოები დაფრინავენ და თავს ესხმიან მოსკოვს, მიუთითებს იმაზე, რომ რუსეთში საერო თავდაცვა მაქსიმალურად ხრეტიანია. უკვე არ ვიცი რა მოხდება სხვა რეგიონებში, საიდანაც ეს საჰაერო თავდაცვა მოხსნეს და მოსკოვში გადაიტანეს, რომ დაეცვათ თქვენი მელოტი, ყარსული დიქტატორი ვლადიმერ პუტინი. Ну, как видим, даже стягивание ПВО. საერთოდ არ დაეხმარა. უკვე არსებობს ვარაუდი ინტერნეტში, რომ მოსკოვზე შესაძლოა F1-ის ტიპის იმავე კომპანია Fairpoint-ის უპილოტოებით მიეტანა თიერიში, მაგრამ ჯერჯერობით ველოდებით ამ ინფორმაციის დადასტურებას. მაგრამ მოსკოვზე თავდასხმის კონტექსტში პირველ რიგში მინდა შეგახსენოთ, რომ თავად რუსები 9 მაისის შემდეგ დაარღვიეს ყველა შეთანხმება, იმიტომ რომ ესენი ველურები არიან. ველურებთან ლაპარაკი და მათი დაჯერება საერთოდ არ ღირს. 13-დან 14 მაისის ღამეს რუსებმა უკრაინის დედაქალაქ კიევზე მიიტანეს იერიში, მოხდნენ საცხოვრებელ სახლს. სახლის ნაწილი ჩამოინგრა და სამწუხაროდ ამ რუსული თავდასხმის შედეგად 20-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. ეს იყო რუსების პასუხი იმაზე, რომ უკრაინამ დათანხმდა ზავს, რათა მელოტი ნაძირალა ვლადიმირ პუტინს მოსკოვში სამხედრო აღლუმის ჩატარება შეძლებოდა. ამიტომ მიიღეთ პასუხი. მოსკოვში უკრაინის მხრიდან ჩამოფრინდა უპილოტო აპარატები, მაგრამ აღნიშნავ, რომ რუსებმაც 17 მაისის ღამეს კვლავ შეუტიეს უკრაინას. უკრაინას სხვადასხვა მიმართულებიდან დაარტყეს საბრძოლო უპილოტო აპარატებით. თითქმის 300 დრონი გაფრინდა უკრაინის მიმართულებით. საჰაერო თავდაცვის ძალებმა მოახერხეს მტრის უპილოტოების უმეტესობის ჩამოგდება, თუმცა მოხვედრებიც დაფიქსირდა. კერძოდ ამ ღამით რუსებმა შეუტიეს 287 საბრძოლო უპილოტო აპარატით, როგორიცაა შაჰედი, გერბერა და ტალმასი. ასევე იმიტატორი დრონებით პაროდიის ტიპის მიმართულებებიდან: ორელი, კურსკი, ბრიანსკი, მილეროვო, შატალოვო, პრიმორსკო-ახტარსკი. საჰაერო თავდასხმას იგერიებდნენ ავიაცია, საზეინტო და სარაკეტო ჯარები, რადიოელექტრონული ბრძოლისა და უპილოტო სისტემების დანაყოფები, ასევე უკრაინის თავდაცვის ძალების მობილური ცეცხლსასროლ ჯგუფები. და წინასწარი მონაცემებით, საჰაერო თავდაცვის მიერ ჩამოგდებულია ან განეიტრალებულია 279 მტრის უპილოტო აპარატი. დაფიქსირდა 8-11 დრონის მოხვედრა 7 ლოკაციაზე, ასევე ნამსხვრევების ვარდნა 7 ლოკაციაზე. და აი საჰაერო ძალებმა გააფრთხილეს. ციტატა: საჰაერო სივრცეში შეიძლება გამოჩნდეს მტრის უპილოტო აპარატების ახალი ჯგუფები. დაიცავით უსაფრთხოების წესები. საერთოდ მეგობრებო, აქ წერტილებს დავაყენებ. თქვენი აზრი და თქვენი დასკვნები მოსკოვზე ამ თავდასხმის შესახებ დაწერეთ კომენტარებში. თქვენ როგორ ფიქრობთ? ეს დღევანდელი ყველაზე მასშტაბური თავდასხმაა მოსკოვზე და ეს ბოლოა? თუ მომავალშიც უნდა ველოდოთ კიდევ უფრო შედეგიან თავდასხმებს რუსეთის დედაქალაქზე. დაწერეთ თქვენი აზრი კომენტარებში, გამოიწერეთ არხი და დაალაიქეთ. თუ გსურთ მხარი დაუჭიროთ ამ YouTube არხის მუშაობას, შეგიძლიათ გაწიოთ ნებისმიერი შემოწირულობა ვიდეოს აღწერაში მოცემული ბულებითა და რეკვიზიტებით, ან თქვენს ეკრანებზე მოცემული QR კოდით. ამით დასრულდა. იზრუნეთ საკუთარ თავზე. ყველას ნახვამდის.